ესე იგი, ისევ იმ პიპიზე ნუ პიპი შევარგვი იმ კაცს სირცხვილია და არ გვისმენს ვერ გაიგებს და ნუ ერთხელ ან გისმენთ და პიპი შვება. ეს პიპი მე მეკუთვალეთი მინდა. იმდენ გაუჩერები ხარო რა. და იქ როგორ არის ცირალში ჩეკპოინტები უნდა იპოვო რა, რაღაც დანიშნულების ადგილზე მიდიხარ, დილას გეუბნები 5-10 და ურთულესი გზით მიდიხარ. თუ მარტივი გზით მიხვედი, ვერ გაიმარჯვებ, იმიტომ რომ კილომეტრაჟი უნდა დაწერო ცოტა. ეს არის მიზანი. კილომეტრაჟის ცოტა დაწერა გამარჯვებინებს და ნუ ვეძებთ ამ ჩეკპოინტებს დაღამ და ვართ ახალციხეში სადღაც, აი მთელი საქართველოს ხომ მაქვს მოვლილი. აი მართლა თითოეული კუთხე კუნჭელი უგზოობაზე. ჯერ წეხან საქართველოსზე რომ თქვი, ადრე არ მიყვარდა ესე, როგორ არ მიყვარდა ხა, როგორ სამშობლო ტყვის უყვარდა, ნუ შენი სამშობლოა, მაგრამ ეხლა თითოეული ქვა, თითოეული გზა, თითოეული ხე რომ ვიცი, უგზოობაზე, სადაც ვერ მოხვდები, თუ ვიღაცამ არ დაგაძალა და ეს არის დაძალებითი, იქ რო ჩეკპოინტი დაძალებით უნდა მიხვიდე. იმდენად მიყვარს ეს ყველაფერი, შლომომ რო თქვა, აი გავიგე უფრო მეტად შიგთავსია ჩემი საქართველოს სიყვარული და საქართველოს ლანდშაფტი და ნუ ახალციხეში ვეძებთ გვინდა გამარჯვება, ნუ ტრიტავთ ერთმანეთს მე და ეს ჩემი შტურმანი არა აქეთ, არა იქით, არა აქეთ და ვერ მივაგენით, ვეღარც დაღამდა, ნისლია ბურუსი, ნუ გამოსასვლელი გზაც აღარ არის, ვეღარ მივალთ ბანაკამდე. ძალიან შორია, სადღაც 30 კილომეტრია და მოდი ვუთხარი აქ გავშალოთ კარავში გვძინავს იქ და ძალიან ცივა. ნუ ალბათ -2, -3 გრადუსია და კარავში არა გაქვთ ისინი? ყველაფერი გვაქვს, არა, ყველაფერი გვაქვს, მაგრამ სანამ იმას გაშლით, ხო გცივა. და მოვხდით სასაფლაოზე ვართ. აი პირდაპირ დიდ სასაფლაოზე და ვიფიქრე რომ რა მოშენებულ სასაფლაოს შორის მოდი, იმიტომ რომ ისეთი ქარია, მაინც კარგად ვერ ვიზავთ, გვეძინება. იქ ხო ხვდებით აი საშინელი სიტუაცია და გავშალეთ ესე კარავში და ვიფიქრეთ რომ ცალცალკე გვინდოდა და მაინც უცხო მამაკაცი იყო ხა არ მქონდა და მე როდესაც ეხა ქვრივი ქალი რაღაცა სხვა მამა ხო ხვდებით ეხა და მაგ კომპლექსი მაგ ასე კარგად რომ გამოიყურებით და ესე იგი ნუ სხვა გზა არ არის და ჯერ მე შევედი ესე სპანიკი საძილეტო, მაგრამ ამოვიცი მე იმან და ეს კარავი არის ამხელა, გინდა არ გინდა ეხები. არ უნდა შეეხო, სხვა გზა არ გინდა ესე მთელი ღამე. მე თვალი არ მომიხუჭავს სხვათა შორის, იმიტომ რომ მასაც არ დაეძინებოდა. მთელი ღამე აი ესე ვარ, აი ესე მიყვდებ თუ მივედებით და სწრაფად. და დილას რომ გავხსენით და ნუ სასაფლაოზე რო ქალი 50 პლუს უცხო მამაკაცთან. სამი შვილის დედა. და ეს იყო ჩემი მოგზაურობის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ამ რალში, რომ სასაფლაოზე. განაგრძო იმან თქვენთან წამოვიდა თუ დარჩა სასაფლაოზე? არა, ჩემთან წამოვიდა, მაგრამ ბოლოს რალი რომ არა, რისფერიედო? აი, რალი რომ დამთავრდა საბოლოოდ. აი საერთოდ არც მე არ მინახავს, არც მიმიწერია, საერთოდ იმდენად ვეღარ ავიტანეთ ერთმანეთი. რატო კაცო? აი ვეღარ დავწყვიტეთ ერთად, ენა რო არიცი, მაგრამ ხელებით, ფეხებით, წიხლებით ყველაფრით რა ვიცი, ვერ არ მოხდა ჩვენი ტანდემი, არა და უცნაური იქნებოდა ყველაფრის დასაწყისი. სასაფლაოზე დაწყებული რომანი უცნაური იქნებოდა. ხო. მაგრამ იქვე მოკტა ყველა. იქვე. კარგი.